გესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ამ ივენთის ორგანიზატორებს, რადგან ციფრული პროექტის მენეჯმენტის და ამ ინდუსტრიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ივენთს, სადაც ტექნიკურ ნაწილზე, advertising-ზე, ციფრული პროდუქტების და პროექტების მენეჯმენტზე ვისაუბრებთ და უფრო დეტალებს ჩაუღრმავდებით. ვიცი რომ დაღლილები ხართ და რადგან ტექნიკური საკითხია, ვეცდები რომ მოკლედ გაგიზიაროთ ჩემი ინსაიტები, რაც რეალურად დავაგროვე ამ ინდუსტრიაში უკვე 6 წელზე მეტია რაც ვმუშაობ. ამჟამად ვარ ნოქსტონის ოპერაციების მიმართულების ხელმძღვანელი და ჯამში USAID-თან სხვა დიდ ორგანიზაციებთან ერთად მილიონობით გრანტის მენეჯმენტი მომიხდენია ციფრული პროდუქტების და კამპანიების მენეჯმენტის კუთხით. დღევანდელ გამოსვლაში მინდა რომ რამდენიმე პროექტის გარშემო გაგიზიაროთ ეს ინსაიტები და ზუსტად რაღაც კონკრეტულ use case-ებად არის დაყოფილი ჩემი პრეზენტაციაც. ერთი წუთით რაღაც გონი. всё. პორტფოლიოში სახელმაც მინდა რომ ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ. დიდი ორგანიზაციები, ვისთანაც მითანამშრომლი არიან, როგორც რეგიონალური, ასევე საერთაშორისო ბრენდები, Redisson, Silk Hospitality, Galfi, ძალიან ბევრი სხვა კომპანია და ამ სლაიდში მითითებული მაქვს 100 და სხვა მრავალი, თუმცა ეს ნამდვილად რეალობაა და სიაც იმიტომ აქვს გაზიარებული, რომ თავარი რაც მიამაყება, რომ ჩვენ ნოქსტონში მხოლოდ არ ვეხმარებით საერთაშორისო ორგანიზაციებს. ძალიან დიდი წვლილი გვაქვს ლოკალური ბიზნესების ვითარებაში, როგორც არიან მცირე მეწარმეები, ქალები, USAID-თან ერთად შესაბამისად დიდი სიამაყით ვაზიარებთ ამ სიას ნებისმიერ კონფერენციაზე თუ შეკრებაზე. მთავარი რაც მინდა ვთქვა, ციფრული პროექტების მენეჯმენტის კუთხით, სანამ კამპანიის დაგეგმვას დაიწყებთ, ეს 4 კითხვა დაუსვით აუცილებლად საკუთარ თავს. რა მონაცემებს შეაგროვებთ, როგორ შეაგროვებთ, როგორი ტიპის რეპორტინგს გააკეთებთ და როგორ დანერგავთ. თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გექნებათ, ჩათვალეთ, რომ ციფრული პროექტის კუთხით, კამპანიის კუთხით ვერ იქნება მონაცემებზე დაფუძნებული შედეგების გენერირება. თავარი რაც არის, რაც ასევე მინდა გაგიზიაროთ, ძალიან ხშირად შეგხვედრია ჩვენს ინდუსტრიაში კითხვები, რასაც stakeholder-ები ან ბრენდები გვისვამენ, რომ $100 გავუშვათ და ვნახოთ. არასდროს არ დათანხმდეთ ამაზე. იმიტომ რომ არც ის ვიცით $100 რას მოგვიტანს და არც ის ვიცით $100 რო გავუშვებთ, მერე ჩვენ რა უნდა ვქნათ. ამ შემთხვევაში ყოველთვის აიღეთ მონაცემები, რომელსაც ჯერ გაანალიზებთ და შემდგომ ეტყვის stakeholders რა უნდა გააკეთოს, როგორც შემდგომი ნაბიჯი. ასევე ძალიან ხშირად არის ხოლმე რაღაც კონკრეტული ლოკაცია, რომ ცხეთის ქუჩაზე გაუშვით ეს რეკლამა. რაც ასევე არასწორია და ამას არ უნდა დავთანხმდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ თუ მონაცემებს არ შევკრიბავთ და გავაანალიზებთ, არ გვეცოდინება რომელი არის ჩვენი top performing აუდიტორია. ამისთვისაც გვჭირდება მონაცემების ანალიზი. და ასევე ძალიან ზოგადი ფრაზები, რაც ხშირად გაგვიგია, რომ რეკლამა თუ დირექტორს არ ხვდება კომპანიის, ანუ ეფექტურად არ მუშაობს. ამითაც არ უნდა გავზომოთ კამპანიის წარმატება. მნიშვნელოვანია რომ ავიღოთ კომპონენტები, რითიც შევხედავთ კონკრეტულ კონვერსიას, არც კლიკი იქნება, გააჩნიოთ თქვენი კამპანიის მიზანი რა არის, თუმცა ყოველთვის აიღეთ კონკრეტული მონაცემი წინასწარ, სანამ კამპანიის გაშვებას დაიწყებთ. და პირველი use case, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ნოქსტონში პირველად გავაკეთეთ სატელევიზიო, ასე ვთქვათ, პროდუქტის მენეჯმენტი და კამპანია. და აქაც მნიშვნელოვანია, რომ სანამ რეკლამას გაუშვებთ და სანამ ეცეთ სააწყობთ, უკვე იცოდეთ რა გინდათ რომ დაინახოთ. ქცევითი ანალიზი, ასაკობრივ ჭრილში ანალიზი, დემოგრაფიული წინასწარ უნდა განსაზღვროთ, ასე ვთქვათ, ეცეტის იერარქია და კომპონენტები, რაზეც მე მონაცემებს დაამუშავებთ. ბიუჯეტი რაღაც უბრალოდ არ უნდა ავიღოთ არასდროს რაღაც $100, $200 კონკრეტული მიმართულებისთვის, ზუსტად უნდა ვიცოდეთ primary objective რა არის. ამასთან მიმართებაში კოეფიციენტი მივანიჭოთ თითოეულ კომპონენტს, ამ შემთხვევაში ჩვენ რეგიონების მიმართულებით ტესტავდით გადაცემებს, ამიტომ კონკრეტული კოეფიციენტის კუთხით გვქონდა ეს დაიდენტიფიცირებული. ასევე მნიშვნელოვანია, სანამ კამპანია მორჩება, წინასწარ ვიცოდეთ, რითი ვაკეთებთ რეპორტინგს და ისეთ წინასწარ ჩამოვაყალიბოთ, რომ შემდგომ შევძლოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება. და სლაიდზე მნიშვნელოვანი კომპონენტები მაქვს, რაც რეალურად ჩვენ თვლით, რომ საჭიროა იმისთვის, რომ საჭირო მონაცემი ავიღოთ კონკრეტული კამპანიიდან. ასევე მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერზე პასუხი არის მონაცემი. არ არსებობს ჩვენს ინდუსტრიაში ზოგადი პასუხები, რომ ეს კამპანია იმიტომ უნდა გავუშვათ, რომ ჩვენი კონტენტი მზად გვაქვს. ან ეს კამპანია იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ კონტენტ კალენდარი დიზაინ თიმმა დაასრულა. არა, აუცილებლად უნდა გქონდეს მონაცემები და ეს კონკრეტულად ტელეგადაცემების მიმართულებით გაკეთებული ჩვენი, ასე ვთქვათ, ტესტირება არის. რეგიონების time-slot-ების კონტენტის პერფორმანსის მიხედვით მოხდა გაანალიზება და ამაზე დაფუძნებით ვთქვით, რომელ საათზე რომელი კონტენტი, რომელი გადაცემა და რომელი თემატიკის უნდა გასულიყო. შესაბამისად, ყოველთვის პასუხი არის მონაცემი. ამიტომ ჩემი
რჩევადოთ ხომ უნდა იქნება, რომ ციფრული პროდუქტების და პროექტების მენეჯმენტის დაწყების ეტაპზე უკვე წინასწარ ვიცოდეთ რა მონაცემებს წამოვიღებთ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირი შეკითხვაა, რომ როგორი საიტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ Noxton-ში რეალურად data driven marketing-საც ვაკეთებთ და ციფრულ პროდუქტებსაც ვქმნით. თუმცა წინასწარ არავინ არ იცის, როგორი ტიპის დიზაინი არის top performing კონვერსიის კუთხით. ამიტომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ჰიტმეპის ანალიზი, აუცილებლად სულ უნდა ვაკვირდეთ, სად არის ჩვენი მომხმარებლის hot წერტილები, ასე ვთქვათ, და იქ განვათავსოთ ის ოფერები, შეთავაზებები, ჩვენი მთავარი CTA, რომ გავზარდოთ ამაზე დაფუძნებით კონვერსია. შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი winning სტრატეგია არის, როდესაც მონაცემებზე დაფუძნებულ კამპანიას გეგმავთ. ასევე მეორე use case მინდა გავიხსენო USA-თან ერთად პირველად გავაკეთეთ ესეთი მასშტაბური თლიანი პროექტი, როცა რეგიონში ყველა სხვადასხვა კუთხიდან გაერთიანდნენ ბიზნესები და ჩვენ უნდა გავაკეთებინა ამის ტექნიკური advertising-ი. შესაბამისად, მთელი გამოწვევა ის იყო, რომ USAID მოვიდა და გვეკითხება, სად უნდა გავუშვათ რეკლამა, რომ პანდემიის მერე ბიზნესები გავიყვანოთ საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვუთხარით, რომ წინასწარ ამას ვერ ვიტყვით, მოდი გავტესტოთ, შევხედოთ, ვნახოთ, იქნება ეს სამეზობლო ევროპა, ამერიკა და მონაცემებზე დაფუძნებით თქვათ ეს პასუხები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ტესტირება ჩავატარეთ, აქ გვაქვს მოცემული კონკრეტული შედეგებიც, რომ მცირე დანახარჯით ძალიან დიდი revenue გენერირდებოდა, თუმცა მნიშვნელოვანი მაინც ყოველთვის ის იყო, რომ დაგვენახა რომელი მონაცემიდან გამომდინარე ვიღებდით გადაწყვეტილებას და სწორედ აქ ჩანს კონკრეტული რეგიონების ჭილში რომელი სერვისი იყო უფრო პოპულარული, მაგალითად კახეთის მიმართულებით დავაიდენტიფიცირეთ, რომ საუდი, დუბაის მიმართულება იყო ძალიან აქტიური და შესაბამისად hospitality-ის ინდუსტრია შევცვალეთ რაღაც ზონაზე, იმიტომ რომ უკვე ზუსტი მიდგომა მივეცით USA-საც და ამ კომპანიებსაც ვიზე უნდა გაიშვათ რეკლამა, რომ მაკლები დანახარჯით მაქსიმალური ეფექტისთვის მიაღწიათ. შესაბამისად, ისევ მონაცემები არის მთავარი არგუმენტი იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასე მეორე კამპანია, სადაც პირველად Noxton-ში გამოვიყენეთ AI/ML მიმართულება, machine learning და ხელოვნური ინტელექტი, კრეატორის მოსაძიებლად საერთაშორისო ბაზრიდან. ანუ მოთხოვნა იყო ისეთი, რომ კრეატორი უნდა მოგეძებნა იტალიაში, რომელიც საქართველოს რეგიონის გარშემო შექმნიდა საინტერესო კონტენტს. არ წავედით სტანდარტულად, რომ მივედით რამდენიმე დავარშავთ ლისტად, Heptic-ში, რომელიც აანალიზებთ სენტიმენტს ყველა მიმართულებით, ჩავყარეთ საჭირო keyword-ები და მოვძებნეთ ისეთი ადამიანი, რომელიც native იტალიელი იყო, ნამდვილად იმ რეგიონში პოზიტიური სენტიმენტით სარგებლობდა, მას შემდგომ დაუკავშირდით და მივიღეთ გადაწყვეტილება. აქაც მნიშვნელოვანი რაც არის და რაც განსხვავებული მიდგომა არის, როგორც ვახსენე, რომ ჯერ სენტიმენტის ანალიზი გავაკეთეთ თემის გარშემო. შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელი კრეატორი უნდა ყოფილიყო, რომელი სტუმროში უნდა წაგვეყვანა და ამის მიხედვით ვაკვირდებოდით მერე სენტიმენტის ცვლილებას კონკრეტული რეგიონის, იყო ეს ყაზბეგის მიმართულება და ისევ მნიშვნელოვანი თქვათ დასკვნა აქედანაც, რომ ჯერ უნდა ვიცოდეთ რა მონაცემი გვჭირდება, ემოციურ დონეზე და სენტიმენტის დონეზე გავაკეთოთ ანალიზი და მერე მივიღოთ გადაწყვეტილებები და არა პირიქით. და ბოლო кейსი, რომლის გაზიარებაც მინდა, უძრავი ქონების მიმართულებით პროექტი, რომელზეც მუშაობთ უკვე 1 წელია თითქმის სისტემატიურად და ეს გიფიც იმიტომ ჩავსვი, რომ მართლა არარეალისტურია ამ ხელა ROAS-ი, რომ თვეში 25,000 ხარჯავდე რაღაც cross-channel marketing-ის მიმართულებით და 3 მილიონზე მეტი შემოსავალი იყო. ეს ის არ არის, რომ ერთხელ გამივარდა და რაღაც ლიდი დაემთხვა. ანუ სისტემატიურად აგენერირებდეს კომპანია მოსყოლს რეალურად დანახარჯიდან, რაც არის ad revenue. აქედან გამომდინარე, აქაც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ უბრალოდ იმის ანალიზი არ ვიცი, რა ჯამური შედეგი მივიღეთ, რამდენი ლიდი გქონდა, არასდროს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დღეს მარკეტინგში წარმატებას მივაღწიოთ. ამიტომ აუცილებლად Heptic-ის თუ სხვა ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული თულების დახმარებით უნდა გავაანალიზოთ, თუნდაც მომხმარებელი რატომ იღებს გადაწყვეტილებას, რომ სახლი იყიდოს. და ამ კუთხით გავტესტოთ სულ მუდმივად, 4-5 ვარიაცია მაინც მინიმუმ. 18-დან 30 წლამდე შეიძლება სხვა მიზეზით მოიღებს გადაწყვეტილებას, 30-თან ზემოთ სხვა მიზეზით. აქედან გამომდინარე, მუდმივად ტესტირება და მუდმივად ინდივიდუალური მიდგომა იმ ემოციაზე და მონაცემზე დაფუძნებით, რაც გვაქვს, არის რეალურად წარმატების მომტანი. და ხო, მთავარი რაც მინდოდა რეალურად ის იყო გამეცერებინა, რომ მონაცემები არის პასუხი ყველაფერზე. და სხვა გზა ამ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს არ გვაქვს და ასევე მინდა გავაზიარო მნიშვნელოვანი რაღაც, რომ მხოლოდ ინდივიდზე არ დადის ეს ყველაფერი არის გუნდზე და წარმატებული ადამიანების ერთობლიობაზე და ჩვენ Noxton-ი ვართ რეალურად გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმომწერი ქალთა გაძლიერების მიმართულებით და ამით ძალიან ვამაყობთ, რომ ისეთ დიდ პროექტებს რეალურად ქალები არიან ჩართული decision maker-ებად, ქალები იღებენ გადაწყვეტილებას და მართავენ რეგიონში ყველაზე დიდ ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს. და ბოლოს, თუ კითხვები გექნებათ ნებისმიერ მიმართულებით, ან ეხლა იწყებთ კარიერას ციფრული პროექტების მართვის კუთხით, სიამოვნებით ვეცდები, რომ რჩევები გაგიზიაროთ თუ საინტერესო იქნება. მადლობა.